მოკლედ ქართველები ვიქეცით ერთმანეთის მტრებად. ქართველები ცოტავდებით. დაახლოებით 32,000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობა. მხოლოდ შობადობა. აქ არ ითვლება ახლა ემიგრაცია, იმიგრაცია და სხვა რაღაცები. ჯამურად დაახლოებით 32,000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობა საქართველოში. ანუ ქართველები 32,000-ით ნაკლები ვართ. საკუთარ თავზე ძალაუფლება უზენაესი ძალაუფლებაა. ეს არის ჩვენი მესამე პოდკასტი. ეხა ვიდეოს ვინც გვიყურებს, წესით როგორ ასწავლიან, იცი, ვინც YouTube-ზე ან ზოგადად სოციალურ ქსელებში რაღაც ვიდეოს დადებას აპირებს, რომ დაიჭიროს ალგორითმა, ჰუკი ქვია რა, პირველი 5 წამიანი ჰუკი. ანუ ადამიანი უნდა დაიჭირო, რომ გისმინოს. ზოგადად მალე თიშავენ, ერთ წუთში თიშავენ რა, როცა გიყურებენ და ეგრე ასწავლიან, რომ აი ნებისმიერი ხარ TikTok-ზე ხარ, Instagram-ზე, Facebook-ზე თუ YouTube-ზე არის ეგეთი რამე, რომ პირველი 5 წამი უნდა იყოს ისეთი საინტერესო, რომ მე გიყუროს. არ ჩაგირთვია ვიდეო მაგალითად, რომ ხო, არ გათიშოთ. ამოჭრელი ესე ვაქვთ. მოვთუ რა. არა, ისეთი საინტერესო რაღაცით იწყებენ, ანუ ძალიან ისეთი რა, უკვე მაგალითად რაღაც ისეთს ამბობენ, რაც არის ხო ხტები ისეთი, რომ აი ადამიანი დაიჭირო რა. აი ChatGPT-ს რო კითხო, რომ მაგალითად როგორ იყოს ადამიანი, რომ არ გათიშოს შენი ვიდეო. გეუბნება ეგრე, პირველი 5 წამიანი ჰუკი. უფრო ნახვადი არის როგორი კონტენტი რა. შოუ. გართობა. ხო, გასართობი შოუ რაღაც ისეთი რა, დაჯდე ჭამო, რაღაც შეაფასო და ასე შემდეგ. რა სიამოვნებაზე. ხო რა, აი მაგალითად წინა ვიდეო დავდე და ზუსტად ბევრად უფრო მეტი ნახვა ქონა იმასთან შედარებით, ვიდრე პოდკასტს, ხო? ჩემი აზრით აი ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანია, რომ აი პოდკასტი რატომ მომწონს ეს ფორმატი, იცი, კრიტიკული აზროვნების სივრცეა რა ჩემთვის. და რაზეც მაგალითად ფიქრობ, რომ რაღაცა არასწორია, შემიძლია რომ მაგაზე ვისაუბრო რა. მე ძირითადად მსმენელის პოზიციაზე ვარ. ხო და ძირითადად გისმენ. რატომ მე შემოდი თუ რამეს არ მეთანხმები? ჩემთვის საინტერესო უფრო გისმენ. ჩემთვის საინტერესო იქნება თუ რაღაც ისეთ აზრს მეტყვი, რომელსაც მაგალითად სხვანაირად ხედავ რა. თუ ხედავ, მაშინ უნდა მითხრა, ტყუილად მეთანხმები, ანუ არა რა თქმა უნდა, просто ეს საინტერესო ლაპარაკობ, რომ გიყვებ რა, ესე გიყურებ და მადლობა. ალბათ იმიტომ რომ შენი ქმარი ვარ და. ხო რა. ხო და უყურე ახლა რა ხდება რა? ასე ამ ჰუკით იტყვებენ მაყურებელს. ეხლა ძირითადად უკვე გათიშეს ეს ვიდეო. მაგრამ ნახე პოდკასტი ზოგადად ბევრი ძალიან ცნობილი ლექტორები არიან ან ძალიან ისეთი აი რაღაც სფეროში რომ მაგრა არიან განვითარებული და ბევრი რაღაცას მიაღწიეს და მაგათ პოდკასტებს აქვს ცოტა ნახვა. ზოგადად ესეთ ვინ ახლა დაიდება და უყურებს 1-40 წუთი და თან საინტერესო ადამიანები რო არიან და ბევრი გამოცდილება აქვთ მიღებული რაღაც საკითხებში, ხო? იმათ არა აქვთ, ან პოდკასტი ზოგადად დაბალი ნახვადია. ხო. ეს არ არის შოუ გასართობი. ამას უყურებენ როგორც დროის გარკვევად. ხო, თან დღეს როგორ მიეჩვია, იცი? აი, ნახე რასაა მიჩეული ადამიანი. რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ინფორმაცია, TikTok-ი. ჩვენც ეგრე არა ვარ. Instagram-ი, ხო, აი Facebook Reels-ები. ხო? რაზე დიდად რო არ მომწონს მიმზიდველი რო არ არის თამლეინი ან რაღაცა და არც ვხსნი მაგას. ვიდეოს რო გადასკროლავ, პირველი 1-2 წამი, მაქსიმუმ 5 წამი. თუ საინტერესო არ არის, ეგრე მე ვასკროლავ. ვაფშე 2x-ით ვუყურებ ესეთიც დავაჭერ და 2x-ით ვუყურებ. long ვიდეოებს, ხო? სწრაფად უსმენ, რომ აი თითქოს ვერ იცი. თავი შუა ბოლო. ხო, და რა ცუდია ეგ. ძალიან ცუდია რა. რაც უფრო მეტად დაგეთებ, მით უფრო მოუთმენელი ხდება შემდეგ ვიდეოებში. შემდეგ რო ვუყურებ, უფრო ვერ ითმენ. ანუ ჩვენ ახლა დღეს ვისაც უსმენთ, ძირითადად ეგ ყველა, აი მაგალითად ინფლუენსერები რო ეძახიან საკუთარ თავს ინფლუენსერი ვარო და ასე შემდეგ. ინფლუენსერი რას ნიშნავს ვაფშე? გავლენა? ხო, აი ადამიანებზე გავლენის მქონე ადამიანი რა, ვისაც შეუძლია ფართო აუდიტორიაზე მოახდინოს გავლენა. და აი ძალიან დიდი, ალბათ 99% დღეს არის რაზე მორგებული მარკეტინგზე. აი ადამიანს თუ გამომწერები რაღაცნაირად მოხდა ისე რომ ბევრი გამომწერი ყავს უკვე გათვლილი აქვს უკვე ყველაფერი მარკეტინგულად. როგორ იშოვოს ფული, როგორ გახდეს კიდევ უფრო ცნობილი და ყველაფერი არის და მარკეტინგი რა არის დღეს? რეკლამები და ძირითადად სიცრუე და ტყუილი, ხო? ანუ ფაქტიურად ჩვენ რო უსმენთ რაღაცას და უყურებთ ტყუილს რა. ის ადამიანი ლუცსოს დაუშვათ რაღაცის რეკლამას აკეთებს. შეიძლება საერთოდ არ სოს რეალურად იმ. ლუცს საერთოდ ალკოჰოლს არ სოს შეიძლება. ხვდები? შეიძლება ისეთ რამეს გთავაზობს, რაც თვითონ ეზიზღება. და
და უბრალოდ ფული გადაუხადეს. ანუ ტყუილი, ანუ მარკეტინგზეა აწყობილი და რა ცოტა მაგალითად აი რეალურად რა ცოტა ისეთი არხი ან ისეთი კონტენტი, სადაც გულწრფელობაა. ძალიან ცუდა. ისეთი ცუდაა, რომ ხანდახან ფიქრობ ადამიანს ვაფშე არ არის ეგეთი კონტენტი. და არც რაღაცა არსებობს. ბინძურ იმად იქცა, ხო? რომ აი მაგალითად უყურებ და იცი რომ ტყუილია ახლა ეს რა. და რა მარტივი ადამიანი ფულით მოხიბლო მე. მაგრამ ზოგს გონიო რე ყველაფერი არის რეალური, მე ნუ, ეხლა კრიტიკული აზროვნება. ახდენს ადამიანზე ყველაფერი. ხო და ნახე რა არის, იცი, აი ეს ჩემი პოდკასტი რა, ეხლა პოდკასტებში როგორ შევედრები, ისეთი მიკროფონები უდგათ და ისეთი გარემო აქვს, ცალკე აქვს მოწყობილი მოკლედ სივრცე, სადაც არის იმენა პოდკასტისთვის და თან ისეთი კონტაქტები აქვს, რომ ისეთი ცნობილი ხალხი ხავთ მიწვეული. ვერანაირად კონკურენციას კი არა ვერც დაეწევი. თან იმდე ყრია იმენა კონალარად. ინტერნეტში პოდკასტები. ამიტომ ეხლა ჩემი პოდკასტი ყველაზე მაგარი მუღამი ის მაქვს, რომ კრიტიკული აზროვნება იყოს ძირითადად აქტუალური რა. ანუ მე მაგალითად რაზეც მიფიქრია და რაზეც მქონია ჩემი პირადი აზრი, მქონიას იმის აფიშირება მოვახდინო რა და პირადად ჩემთვის არის სასარგებლო და იმიტომ მომწონს ეს კონტენტი, თორე ბევრად უფრო ნახვადი კონტენტი შემეძლო მეკეთებია და მიდევს ეგეთი ვიდეოები. ბევრად უფრო ნახვადია, მაგრამ ჩემთვის ეს არის ღირებული რა, იმიტომ რომ მე თვითონ მომწონს იმაზე საუბარი, მაგრამ რა არის, იცი, აი მინდა რომ უფრო მეტი აი საპირისპირო აზრი ბევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ისე ვართ, რომ უბრალოდ ვეთანხმებით ერთმანეთს ბევრ რამეში და ესე აღმოჩნდა. შემდეგ ვიდეოში მინდა ჩავწერო ძმაკაცთან სლოტები და კაზინოების ძალიან დიდი ნეგატიური რამე, რაც ძალიან ბევრი. იცი რამდენია ადამიანი საქართველოში, ვინც თავი მოიკლა? დედაშენა ამბობ, რომ თავი მოიკლევა ჩვენ ბევრმა, მეზობელმა, მაგათ მეზობელმა, ძალიან ბევრი ადამიანმა თავი მოიკლა. სიცხვლის გრძნობის. ოჯახები დაინგრა. არა, იმიტომ რომ ყველაფერი დაკარგა ადამიანმა და შანსი აღარ აქვს ცხოვრებაში რა. და ვერ გაუძრო ფსიქიკურად და თავი მოიკლა მაგის გამო, რომ ხო ხტები და სულ რეკლამები რო არის კაზინოებთან, თან ყველა მიცის ეგ სტატისტიკა. ზოგჯერ რეგავენ ხალხს. ხარ გქონიათ შემთხვევა კაზინოში, ან ხარ გქონიათ ეგეთი გამოცდილება, რომ მე ბევრს ვიცნობ ეგეცაც და მეც მქონია წარსულში რაღაცა ისეთი მომენტები, რომ მაგარი დამაზიანა რა, მაგ სფერომ და მაგ სამყარომ. კაზინო და სლოტები და ასე შემდეგ და როგორი საშინელი რამე არის, ძმაკასთან ერთად მინდა ჩავწერო, იმანაც კარგად იცის ეგ სამყარო და მაგრად მინდა მაგ თემაზე ვისაუბროთ. და მაგალითად ეხლა რატო გავაკეთე აქცენტი მაგაზე რა, რომ ეხლა რაზეც საუბრობდით, რომ ბევრი კონტენტია, სადაც სპონსორი ვინ არის, იცი? ეხლა ადამიანი მესმის, რომ სპონსორის გარეშე ძნელია რა, დიდი კონტენტის კეთება, იმიტომ რომ ფინანსებია საჭირო. მაგრამ ბევრი ადამიანი, აი ბევრი თითქმის უმრავლესობა ცნობილი იუთუბერები და აი ეს ინფლუენსერები რა, რასაც ეძახიან თავის თავს, ხო. უკან არის დასპონსორებული, სუ კაზინოები ასპონსორებენ, ანუ ნახე როგორი ისა აქვთ, იმპერია აქვთ აშენებული. სუ მაგათ აქვთ ყველაფერი სპონსორობა. სპორტსმენებს ასპონსორებენ დაჟე. და რეალურად აი მაგაზე მინაც მაგასთან ერთად ვისაუბრო, მოკლედ მაგ თემას ახლა აქ არ გავშლი. მაგარი გაბრაზებული ვარ, რაც წლები გასულა, აი რამდენ ადამიანს ვიცნობ რა და მე თვითონაც ბევრი ისეთი გამოცდილება მაქვს. რამდენ ადამიანს ვიცნობ, რომ მაგ თემაში ძალიან დიდი ზიანი მიიღო რა. ისეთი ზიანი, რომ შეიძლება წლები დაჭირდეთ, რომ მაგიდან გამოაღწიოთ. ბევრმა ვერ გამოაღწია. მე ზიანი რა თქინდა ადამიანო თავი რომ მოგლა. თავი მოიკრა და მაგალითად ხვევი მოკლა პირდაპირ მნიშვნელობით კი არა. მაგალითად იმით, რომ აუბედურებენ რა, ეხლა ოჯახები ინგრევა მაგის გამო, იმიტომ რომ რთულია რა, ეხლა დამოკიდებული რო ადამიანი და გასულია ფსიქოლოგიაში როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ლუდომანია ქვია. მოკლედ ეხლა ამ თემაში მაგას არ ვეხები, ამ დღევანდელ თემაში ვეხები რა, იცი რომ დღევანდელი სოციალური ქსელები რითი სპონსორდება რა და ესე იგი როგორი მატყუარები არიან ადამიანები, ეხლა ვიღაცამ რო შემომთავაზოს, ეხლა დიდი გამომწერი რო იყო, ეხლა 8000 ხომ ხავს და რომ ყავდეს დაუშვათ 100000 გამომწერი და მირეკავს კაზინოდან ტიპი და თავაზობს რომ ჩემი რეკლამა შეაგდე ბანერი რა, ერთხელ იტყვი რომ ეს გვასპონსორებს, მოკლედ გამოაჩინე და რა ვიგიხდი რაღაცა თანხას რა. თან ეგენ ეხლა რატო არ გადაიხდიან, ფული არ აქვს თუ რა, გაწეწილი ყავთ ნახევარი საქართველო კი არა, ლამის მთელი საქართველო. და რომ მაგას დავთანხმდე. ნახე როგორი მატყუარა ვიქნები და როგორი აი ტიპი როგორი აფერისტი ხარდო. თა რაღაცებით რო ამართლებ, რომ რა ვქნა ძმაო, ეხლა აბა აი ამ თემაზე მინაც მაგასთან ერთად ჩავწერო, მაგრად არის მაგ თემაში
ხვაზე ხარ. გადავიდეთ ჩვენ ხო, თემაზე. და შევეხოთ ახლა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ბევრი ტყუილია რა. შენ რას ფიქრობ? ჩვენ თემა ხო იყო სოციალური ქსელები, შავი სარკის ისინი და კომპლექსის სტერეოტიპები ამ თემებზე რო ვილაპარაკოთ. მოდი იცი როგორ შევეხოთ? ეტაპობრივად მივყვეთ რა და საერთო ჯამში ჩამოვაყალიბოთ ეს თემა. ჩვენი შეხედულება რა, კრიტიკული, ანუ აი ჩემი აზრით ბევრს ვფიქრია ამაზე. და ეხა ნახე. აი მაგალითად, მონეტიზირებული არხები რა, რატო იწყებს ადამიანი სხვადასხვა პლატფორმაზე, სოციალურ ქსელებში მოქმედებას, ხო? იმიტომ რომ მონეტიზირებულია და სპონსორობაც მე მოდის ნელ-ნელა რა. ეხა უყურე. დაუშვათ ავიღოთ აი ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე ბინძური, რატო არის არ ვიცი. აი ეგრე ბინძურად რატო დაბინძურდა ეგრე TikTok-ი. თავიდან რეგრი იყო? ანუ ჩვენ გახსოვს თავიდან როგორ იყო ეგ სოციალური ქსელი? როგორ არის იცი? ანუ რასაც უყურებ რა, ალგორითმი ხვდება და ზუსტად იმას გიგდებს რა, ძირითადად, მაგრამ ადამიანი ძირითადად ჩერდება აი რაც სასაცილოა, რაც უცნაურია და არაადეკვატური. მხიარული რომელიც არის. ხო, რაღაც ისეთი რა, ან არაადეკვატური, აი უჩა და კეთოს იმას, რა ქვია, კონტენტმა, ნახე, მათ შოუა, სერიალი ვით არის. ეხა დაშორდნენ, ეხა ხალხი როგორ უყურებს, სერიოზულად აღიქოს. ეყადებებიან, მაგრამ მაინც უყურებენ. ეყადავებიან და წევლიან და აგინებენ და ლანძღავენ და მაინც უყურებენ. მაინც უყურებენ. და იმიტომ გახდნენ ცნობილები, ხვდები? ეხა უყურე, აი TikTok-ზე მაგალითად. ეგენი TikTok-ზე არიან მგონი ძირითადად, თან Facebook-ში. ხო, TikTok-ზე. ეხა დავუყოთ რა. Facebook-ი არის ძირითადად პოლიტიკური და სოციალური უფრო, აი რა მოხდა ავტობუსში, რაღაც ჭუბი იყო, ვიღაცა ქალმა, ვიღაცა გოგოს უთხრა, მოკლე კაბარატო გაცვიაო და აი ესეთი თემები ძირითადად რაღაც ავარია და პოლიტიკური, სოციალური უფრო რა, სადაც ძირითადად არის ნეგატივი. ნეგატივი აი ესე იღვრება და TikTok-ი არის როგორ იცი? მოკლედ ადამიანებს მიეცა პლატფორმა და რაც გინდა გააკეთეო. და როგორ გახდე ნახვადი, ბევრი კონკურენცია დიდია რა და როგორ გახადეს ახლა საკუთარი თავი როგორ წარმოაჩინეს. ეხა ამ ჩვენს დღევანდელ პოდკასტს მინდა დავარქვა შავი სარკე. შავი სარკე არის სერიალი, სადაც არის, ანუ ძალიან ცნობილი სერიალია Netflix-ის, ძალიან მაგარი და ანუ რეჟისორმა იმ სერიალს იმიტომ დაარქვა შავი სარკე, რომ შავი სარკე არის ყველაფერი რაც აი მონიტორი, ტაბლეტი, ტელეფონი, ტელევიზორი, გათიშული რაც არის. და გათიშულ მონიტორში ჩანხარ შენი ანარეკლი. ანუ ადამიანის ბნელი მხარე. იმ სოციალურ აი თანამედროვე ტექნოლოგიაში. და მაგარი სერიალია რა და ზუსტად მეც მინდა ვუყურო. ხო რა, გირჩევ და ეხა უყურე. ზუსტად მაგას ნიშნავს, ეხა ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, აი მაგაზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი. ძირითადად და ეგ თემა ჩამოვაყალიბოთ. და ნახე რა, TikTok-ზე ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. და ეხა ადამიანი უყურებს, ბევრი კონკურენცია, არც ის ეგეთი ნიჭიერი ვარ, არც ეგეთი რაღაცა კრიტიკული აზროვნება მაქვს, არც რაღაცა 10 სიტყვა შემიძლია 10 სიტყვიდან შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ კაცო. რა, ყველას თავისებური ნიჭი აქვს და ყველა თავის სფეროში უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ნახე, ძირითადად მოახდინეს რა იცი, არაადეკვატურობის აფიშირება. ანუ ისეთი რამის რაც უფრო ნახვადი იქნება. და რაც უფრო ნახვადი იქნება. ეს ადამიანის აი რავი, აი როგორი რამე, რომ ადამიანი აკეთებს და ძირითადად ადამიანები აკეთებენ ისეთ რამეს, რაც წლების მერე თავის შვილს შერწყვება. ხო, მე რო უყურებს ნედარი გამეკეთა. ხო, აი რავი, მომავალში ჩემი აზრით შერწყვება, ის ფული, ის რაც მოიპოვა, ის რაღაც გამომწერები. როგორი რა ფორმით. მაგას ხო აქვს დიდი მნიშვნელობა. და მონოფული ყველაფრით იშვა. თან ნახე, აი თუ ადამიანები, აი ზოგი მაგალითად ქალი, გოგო, მაგალითად რაღაცა ფორმების აფიშირებას ახდენს რა, დემონსტრაციას ახდენს, სხვადასხვა შეფუთულად, ზოგი ესთეტიურად, მაგრამ საერთო ჯამში არც ერთ და იგივეა. რომ ადამიანები ახდენენ საკუთარი თავის არასწორად, აი როგორ გითხრათ, სუდად ესე იგი, იმის გამო რომ უბრალოდ ნახვები ქონეს და მონეტიზაცია ქონეს. ეს არის ადამიანის ყველაზე ბნელი მხარის წარმოჩინება. და შავი სარკეც ეგ არის რა. ადამიანის ბნელი მხარის აი ესე წინ წამოწევა. და ეს თემაც მაგაშია რა, მაგაში გადის. მე შენი აზრით მაინტერესებს და არ მინდა უბრალოდ მსმენელი იყო რა. მე კომფორტულად ვარ.
იცი რა არის, აი მაგალითად ჩემი პოდკასტი მინდა იყოს კრიტიკული, აი ის ადამიანები უსმენდნენ, ვინც ამაზე უფიქრია რა. და აი კრიტიკულად შევაფასოთ. ჩემი აზრით საჭიროა, რომ გქონდეს მაგალითად ისეთი პლატფორმები, სადაც იქნება კრიტიკულად შევაფასოთ რა ყველაფერი. ჯანსაღად ოღონ, ეხლა მე ხო არავის არ ვლანძღავ, არც არავიზე დაცინვით არ ვლაპარაკობ რა. ჯანსაღი კრიტიკით შევაფასოთ ის მოვლენები რაც ხდება დღეს და ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამეა. სოციალური ქსელები? კი, ანუ გახსნი Facebook-ს და სულ რაღაც სიგიჟე ხდება. სიგიჟე. და ამაზე გიფიქრე რომ ვაფშე სოციალური ქსელები რო არ ყოფილიყო რა იქნებოდა? როგორ არ მიფიქრია? თან რამდენ დროს კარგავთ? რაში ვკარგავთ დროს? ძალიან ბევრი დროს ვკარგავ მე ჯერ თვითონ. ერთი დრო რამდენი გვაქვს არავინ არ ვიცით. ბევრი მაგალითად ნაცნობი მყავდა ისეთი, ჩემზე პატარა იყო ასაკით და დაიღუპნენ. ანუ გონია რომ ხო 100 წელი იცოცხლებ, მაგრამ რეალურად დრო რამდენი გაქვს ხო არ იცი. და ამ რეალურ დროს სკროლავ და უყურებ ვიღაცას, რომელმაც საკუთარი თავი გაყიდა იმისთვის, რომ ნახვები კონდეს. და აკეთებს ისეთ სიგიჟეს და ისეთ კონტენტს, რომ ნახვები კონდეს. და შენ ამაში დროს ხარჯავ. და თან ბევრ დროს ხარჯავ და თან სად არის დასაკარგი დრო. რამდენი რამე გაქვს ადამიანს მოსასწრები. რო არ ყოფილიყო, აბა იფიქრე რა მოხდებოდა. როგორ იქნებოდა სამყარო. აბა ყველა უფრო მეტ დროს დაუთმობდა ოჯახს, უფრო ლაბარაკს. აი რა. რა თქმა უნდა. ანუ იცი როგორი რამეა? ანუ ნეირომეცნიერულად შესწავლილი და დამტკიცებულია, ეს ნეირომეცნიერულად რამდენჯერმე ნახსენები, მაგრამ ეგრეა რა. რომ ესეთი რამე არსებობს ფსიქოლოგიაში, რომ თურმე აი შესწავლილი ფენომენია, რომ ბავშვებს ესე რომ ტელეფონს რო ესე თვალებთან აუფარებ და აყურებინებ ყველაფერს და მე დრო რო გადის იმის გარეშე ვერძლებს სკროლავს და იმ სკროლვაში ბევრი რაღაცა შეიძლება ის ბინძური შეხვდეს, ხო ხდები? და იმის ფსიქიკა ნაგვიანდება. და ნეჩვევა რა, იცი აი მაგალითად სწრაფად აზროვნების იცი როგორი რამეა? ანუ დიდხანს კონცენტრირება აღარ შეუძლიათ მაგ ბავშვებს. ხო, ჩვენ ლექტორი ამბობდა რა, უკვე ბავშვებმაო, როგორც სწავლობენ სიარულს, ჯამას, ლაბარაკს, რომელიმე თვიდან რა, ეგრე სწავლობენ უკვე ზუსტად იმ თვიდან იმათთან ერთად, სიარულთან ერთად ტელეფონის გამოყენებას. სიარულთან ერთად სწავლობ ტელეფონი გამოყენებას. ანუ 3 წლის ასაკში უკვე იცის ყველაფერი ტელეფონის გამოყენება და ბებიებს რა ასწავლიან ხოლმე. ბებო, ესე უნდა გააკეთონ, ეგრე რა ასწავლიან. და ეხლა ეგეთი ბავშვი წიგნს ვერ წაიკითხავს როგორც არ უნდა. წიგნის დანახვაც არ უნდა. იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი იქნება რა. იქ TikTok-მა, Instagram-მა, აი Reels-ებმა რა, შეაჩვია ადამიანი, შეგვაჩვია ხალხი, სწრაფად ინფორმაციის სწრაფად მიღება, სწრაფად ასკროლვა და გართობა. მე როგორ კონცენტრაცია როგორ უჯირს. მოთმინებას კლავს. სწრაფად რო აკეთებს ადამიანი. და მოთმინებას კლავს ეგ. და ბავშვისთვის კიდე ჩამოუყალიბებელი ტვინი რო აქვს და ფსიქიკა. პირდაპირ არის როგორი რამე, იცი, აი შხამი რა. თან იქ ისეთ ბინძურ რაღაცას შეიძლება წააწყდეს. ვერც აგრძალავ ხა. და ვერც აგააკონტროლებ. ხო. ისე უნდა ასწავლო, რომ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს. ასწავლო არა, აი მაგალითი მისცე რა, ბავშვი თუ სახში ხედავს, რომ ხშირად ტელეფონი ხელში არ მიჭირავს და თუ მიჭირავს რაღაცა მიზნობრივი მიმართულებით რა, აი რაღაცა საჭიროა, რაღაცა ჯგუფში უნდა შევიდე და დაუშვათ რაღაცა მაქვს საყიდელი და ვეძებ, ხო? ხო და თუ სკროლავ და ის მაგას ხედავს, ეგ ხო ბავშვი ეგრევე რასაც ხედავს, იმას ეგრევე იმაშვება, თვითონაც იმეორებს. და ეხა სოციალურ ქსელებში ძირითადად ხდება, აი ადამიანები ლაპარაკობენ როგორც, აი სიტყვის თავისუფლებას იყენებენ როგორ, რასაც გინდა ილაპარაკენ. გინებას. და ნახე, კონტენტები, ანუ ბევრი სოციალურ ქსელში ბევრი არხია, რომელიც მზარდი რა, ძალიან, აი თან იცი როგორი, აი რაღაცა მონოპოლიასავით რო აქვს რეკლამები, სპონსორები მაგასთან რომ მიდიან. და არხი არის როგორ იცი? პირში აქვს კანალიზაცია. მართლა გეუბნები რა, მეტი როგორ უნდა თქვას დილობიანად, ხა რაც აქვს და როგორც ვიტყვი, სხვანაირად როგორ თქვა. ტიპს რომელსაც პირში კანალიზაცია აქვს, სვეჩი გეუბნები რა, ეხა ცოტა ისე არის რა, უხეშად, მაგრამ ადამიანი ყოველ ორ სიტყვაში რომ იგინები თუფაქივით რა. და თან ამას გისმენს ვინ იცი, აი ცოლი, შვილი, დედა, რავი, აი ქალები გისმენენ და იმას უსმენს თავისნაირები. ხო და აი გართობის მიზნით რომ გიყურებენ და აი ნორმაა რა. გინება არის ნორმა. ნორმა გახდა.
და გინება რომელიც ნორმა გახდა რა საზოგადოებაში. საზოგადოება და საზოგადოებაში გინება თუ ნორმა გახდა, თა როგორი გინება იცი? უბინძურესი რა. და შენ თუ შეგიძლია ბინძურად ელაპარაკო ხალხს გადაობაში რა. რა პროგრესი და რა განვითარება კაცო. საით როგორ შეიძლება? ხო, მაგას აი რომ პოპულარ ისტორიკოსები ამ ეპოქას იმას იზამენ, გადაახდებიან თუ როგორ. ხო, ისტორიკოსები ამ ეპოქას გადაახდებიანო. აი რა უნდა დაწერო რა. დადოვებენ ამას და მოდი სხვა ეპოქიდან დავიზღოთ. და თან ბიზნესი რომელიც მან სპონსორი მიდის. ესე იგი როგორი ნორმაა აზე ხარ? რო ტიპი აი ხა ესე ვიჯდე და ვიგინებოდი რა. უფრო ნახვადია გაიგე, ანუ იუმორს თუ გინება აი იუმორი გინების გარეშე რო ვერ გადაობ ისე, წარმოიდგინე. ანუ ტიპი ვერ გადაობ გინების გარეშე. ანუ ვერ საუბრობ გინების გარეშე რა. ესე იგი მარილივით არის რა. ხო, მარილივით ისე ვერა რა, ისე. აგემოვნე. მოსაწყენია ისე. და თან ძირითადი კონტენტი დღეს არის ეგეთი რა. გინება, რაღაცა ბავშვი რო გვერდით გიზის და შენ აი რაღაცებს იგინები რა, მაგრამ არ მევასება. მაგარი ცუდია, აბა რა. ბავშვი უნდა ასწავლო შენ თვითონ აქეთი გაქვს ასწავლებელი. ბავშვი ეგეთმა ხალხმა როგორ უნდა ეხა მორალის კითხვა კი არ არის ეს. ეგაა რა მნიშვნელოვანი. რაც არის რეალობა მაგაზე ვლაპარაკობ. ანუ აი ხა მაგალითად ესეთ თემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ სოციალურ გარემოში. მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ. თუ გინდა იცი როგორ აი სტერეოტიპი რო ახსენე შენ. სტერეოტიპებს შევეხოთ ამ კუთხით რა ამ ჭრილში და ნახე როგორ. სტერეოტიპები არსებობს ეგეთი რომ აი მაგალითად ეგ ცნობილი ადამიანები ინსტაგრამზე და ასე შემდეგ აქვს კონტენტი რომ მაგალითად მოგზაურობს რაღაც ბრენდული ტანსაცმელი აცვია რაღაცა ძალიან ძვირიანი მანქანა ყავს ხო და როგორი რამეა იცი ყალიბდება ეგეთი სტერეოტიპი სტერეოტიპი ზოგადად არის ის რომ მაგალითად რაღაცა მოვლენაზე ან ადამიანზე არასწორი დამოკიდებულება გაქვს ან ერთნაირი რა ან კარგი ან ცუდი ანუ არასწორი დამოკიდებულება რაღაც ხო ეგეთია სტერეოტიპი კარგი არა ცუდი შეიძლება კარგი სტერეოტიპები ქონდეს ოღონ კარგი მხრივ რა სტერეოტიპი ოღონ დამახინჯებული შეხედულებაა სტერეოტიპი ხო დაახლოებით რა ეგეთ და მაგალითად ისეთი სტერეოტიპებია რომ რაღაცა სოციალური ნორმა აქვს შექმნილი და წარმატება ითვლება მაგად. ანუ წარმატება ითვლება თურმე იმათ, რომ ხარ ცნობილი, მოგზაურობ, გაიგე? რაღაცა ბრენდული ტანსაცმელი გაწვია და რაღაცა ძვირიანი მანქანა ყავს ძალიან და რაღაცა აი ესეთი ისა გაქვს რა, რაღაც შექმნილია ხო ეგეთი რეალობა. და არა და ეგ ყველაფერი ილუზიაა, ხო? რეალურად ის ადამიანი შეიძლება ბედნიერი საერთოდ არ არის მაგით და უბრალოდ მაგას აჩვენებს. აი როგორც ინსტაგრამზე ეს ფოტო აქვს, ღიმილით ბედნიერ გარემოში. და ეს მე რაღაცა ატვირთა ეს ფოტო და მე ერთმანეთს შეიძლება არც ელაპარაკება ის წვილი, ხო? წვილებზია ხოლმე ძირითადად შექმნილი რაღაცა ისეთი კონტენტი. ბედნიერი ოჯახები. როგორ ოცნებობს, როგორ იმებში შედის ადამიანი რა. და აი მაგალითად რო ლაპარაკობდით, აი მაგალითად თუ ადამიანი აი ძირითადად ქალებს აქვთ ეგ კომპლექსი, რომ წონა აქვს, ხვდები, ზედმეტი წონა აქვს რა, შეიძლება რაღაც მიზეზების გამო შეიძლება ისეთი პერიოდი ქონა, რომ ნერვიულობდა და მიეძალა რაღაცა ხო ხვდები იმაში გადაიტანა რა. კბილში და ჭამაში გადაიტანა ის ემოციები, ხო ხვდები და წონაშია და უყურებს ამ დროს ტანწერწე და გოგო რაღაცა ძალიან ისეთი ფოტოები და ამაში ავტომატურად აღიქმება ეს რომ ნორმა ის არის და ეს დაკომპლექსებულია იწყებს დიეტებს კაცრ დიეტებს მე ვერ უძლებს არასწორგზაში მიდის ეგ ორჯერ ცუდი ხდება ეგ ამ დიეტას ვერ უძლებს ხშირ შემთხვევაში ნერვოზდება თან დიეტაში რო ადამიანი დაღიზიანებულია და ანუ რის გამო არასწორი სტერეოტიპების გამო რა მოხდა მე წონა რო გაქვს რა იმუშავებ ამაზე და ნელა ვის არ ქონია ხა ყველას ქონია პერიოდი რომ თუ მიდრეკილება გაქვს რა გენეტიკური ხო უბრალოდ წონა გაქვს და მე იქნება რომ აღარ გექნება წონა და მორჩა რა ანუ ძალიან გამძაფრება ხვდები და ის ნორმაა და ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს სხვადასხვა ეგ ყველაფერი რა რო ხედავ ადამიანი ისეთი ან მაგალითად ისეთი დასაცმელი აცვია შენც კიდე და ადამიანი მე მიდის რაც ჯიბეში აქვს ბოლო თანხა ხარჯებს მაგ დასაცმელში მე აღარ ფულის ვაფშე აღარ აქვს უკვე და იმის გამო რომ სტერეოტიპებია ჩამოყალიბებული ხო ხვდები თუნდაც თურქულ სერიალები და სხვადასხვა სერიალები კიდე და სადაც არის წარმოჩენილი
ის აი ეს ყველაფერი შექმნილი იმისთვის არის, რომ ადამიანებზე, ემოციებზე წამოაგონ რა, ქალები. სიამოვნებას ანიჭებს თითქოს ადამიანს. აი სხვისი ცხოვრების ყურება. ხო, აი ლამაზი რაღაცები ავეჯი, დანსაცმელი ლამაზი მსახიობები თითქოს ვიღაცა იძახდა არ მახსოვს, რომ განწყობას ყიდიანო. განწყობას ყიდიან და თან მე ვინც ამას დიდი ხანი უყურებს, უჩნდებათ განცდა, რომ ნორმა ეგ არის, ეგეთი ცხოვრებაა ნორმა. ხვდები? და აქვს დანაკლისი. მე ცხოვრება არანორმალურ ხო, კაიმაში. და საკუთარი ცხოვრება მიაჩნიათ რაღაც ნაკლოვანებად რა და დანაკლისად და რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი მაქედან უჩნდება მე ადამიანს. რომ საკუთარ თავს ადარებს ვიღაცას. წარმატებულს ყოველთვის იასნია. და საკუთარ თავს იმას არ ადარებს, რომ შენს გარშემო შეიძლება ვიღაცა ძალიან აი ისეთი რამეები შეიძლება გააკ იმას არც უცნებია და მადლიერიც არ ახარ ღმერთის, რომ უბრალოდ ეს გააკეს ყველაფერი, ხვდები და გააკ ყოველთვის მე ადამიანი არის მადური და წუწუნებს. წუწუნებს და მე მოკლედ მოდის უკვე პოლიტიკა, მთავრობა, ის და გიждდება ადამიანი რა საკუთარი ცხოვრებით მაგარი ის არის. ვერც წინ ვერ მიდის, რომ დეპრესიაში ვარდება, წინ ვერ მიდის უკვე. რჩება და დეპრესიაში ვარდება და ფიქრობს, რომ ვერაფერსაც ვერ აკეთებს, უფრო არასდროს გზებში უხვევს. და რეალური წარმატება ამ დროს არის მრავალშვილიანი ოჯახი. ჩემი აზრით, აი 7 შვილი ადამიანს რო ხავს ეგ ვიცით ნათქვამია? რა მნიშვნელობა აქვს ისი ნათქვამია? აი რაც უფრო ბევრი შვილი ყავს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია. აი ჩემი ძალიან უძღობს ხელს მაგას ბევრი შვილი კარგია, მაგრამ ჩემი დიდი რწმენით რა იცი რა არის, აი შეიძლება არ შეძლებაზე თუ მიდგა საქმე, ღმერთი გამოგიჩენს და შესაძლებელს გახდეს. თან ნათქვამია ეგეთი გამიგია, რომ რაც უფრო ბევრი შვილები ყავს, ერთმანეთს ზრდიანო მერე. ხომ არ არის ოჯახი, ბევრი შვილი ყავს მაგალითად, და შვილი ყავს, вообще დოვებენ ბავშვთა სახლში. რო ვერულიან უკვე. ნუ ვერულიან გასაგებია, თუ არ უნდა მაშინ აჩუქოს ხო, სხვას აჩუქოს, ვისაც ზოგს აქვს მაგალითად, რომ აი შვილი არ ყავს. ვერ ყავს ანუ რა, ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აქვს რაღაც, ხო ხტები არის ეგეთი ხალხი, რომ შვილი აი დიდი ხანი ელოდებიან და არ ყავთ რა რაღაც მიზეზების გამო. და მასეთებმა აიყვანონ ის შვილები, ხო? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ ნამდვილი წარმატება არა ის, რასაც ესენი ქადაგებენ, ეგ კი არ არის წარმატება ჩემი აზრით და ბედნიერება არის ის, როცა ადამიანებს აქვთ სიმშვიდე საკუთარ ოჯახებში და მრავალი შვილი ყავთ. თუნდაც ორი ყავდეს, ერთი ყავდეს, კარგი, მაგრამ სიმშვიდე და ის ადამიანები, ვინც შენს გარემოცვაში არიან, იმათთან იყო მშვიდობით რა და ნაწყენი და გაბუტული არ იყო ბედნიერი რა საკუთარ ოჯახში და ამით ჩემი აზრით ადამიანი წარმატებული უკვე არის. ანუ ადამიანის წარმატება ჩემი აზრით ფასდება ასე და იზომება ასე. რამდენად გვირგვინი აგლია უკვე. რამდენი ყველაფერი მზად არის წარმატება და ერთი რაღაცა აგლია. და მაგასაც ოჯახში ადამიანი თუ ბედნიერი არის, მშვიდად არის და სტაბილურად არის ურთიერთობაში. ის უკვე წარმატებულია და ბედნიერია. წარმატება და ბედნიერება ეგ არის. დანარჩენი ყველაფერი, კარიერა და ასე შემდეგ, ფული და ასე შემდეგ, სხვა ნებისმიერი რამე არის ოჯახისთვის წესით. ამას იცი როდის ხვდები, როცა ოჯახს გარგავ. მაშინ ხვდები, რომ როგორ ძვირფასი ყოფილა ეგ ოჯახი, სიმშვიდე, ტკბილი გეჩვენება თითქოს ეგ ყველაფერი. ხო, ზოგადად ეგეთი ნათქვამია, რომ რაღაცა რო დააფასო, ჯანმრთელობასავით არის ბედნიერება. რო კარგავ მე რეაფასე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ნამდვილი წარმატება არ არის არც მანქანა, ძვირად ღირებული, არც რაღაცა ბევრი 100,000 და 400,000 გამომწერი, ნამდვილი წარმატება არის მრავალშვილიანი ოჯახი და ოჯახში რამდენად სტაბილური ხარ და რამდენად ხო ხტები, აი რამდენად მომთმენი ხარ, რამდენად კარგად გრძნობ თავს და რამდენად კარგად გრძნობენ შენთან თავს. ნამდვილი წარმატება არის ეს და ასე იზომება წარმატება და ბედნიერება და არა ფულით და რაღაცა სხვა თითქოს გაფრაზებული ხარ. ძალიან ისეთი აღელვებული ვლაპარაკო? მეც ბოლოს უკვე აღელდი. მეთქი რა ხდება. ბევრი კონფლიქტია საქართველოში ინტერნეტში, ერთმანეთს ძალიან ცუდად ელაპარაკებიან. ერთმანეთის მტრები არიან ქართველები. და ეხლა აი ამ ყველაფერში რა საგიჟეთი რაშია ეხლა ნახე. ქართველები ვცოტავდებით. და რატო ვავლებ ეხლა პარალელს იმაზე, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ამდენი კონფლიქტია ინტერნეტში, დაყოფილია პოლიტიკურად ადამიანები, ცალკე ერთი შეხედულებები ცალკე მეორე.
ადამიანები ერთმანეთს აგინებენ, ერთმანეთს ესე ებრძვიან. რუსი არ არის ისე მტერი შენი, როგორც მაგალითად ის ადამიანი, შენი ქართველი, შენი მეზობელი იქნება თუ შენი მეგობარი თუ უბრალოდ ქართველი რა, რომელიც ერთმანეთს ელაპარაკებენ, ძალიან ცუცუსურებენ ერთმანეთს და რავი, საშუალება რო ქონეს ესურის. და ხო ხდები, ანუ რა საქართველოსთან ალბათ გარიყავს, რო ქონეს საშუალება. მოკლედ, ქართველები ვიქეცით ერთმანეთის მტრებად. და რეალობა რაც უდია ახლა უყურე. რეალობა ეგეთია, რომ ქართველები ცოტავდებით. ანუ საქართველოში ჯამურად დაახლოებით 32000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობა, მხოლოდ შობადობა გარდაცვალების ბალანსით. აი აქ მაქვს ამოწერილი. აქ არ ითვლება ახლა ემიგრაცია, იმიგრაცია და სხვა რაღაცეები. ანუ ჯამურად დაახლოებით 32000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობა საქართველოში. ანუ ქართველები 32000-ით ნაკლები ვართ. 2020 წელს შობადობა იყო 46520 ადამიანი. 46000 ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა 50000. 2021 წელს დაიბადა 45946 და გარდაიცვალა 59906. გესმის? ქართველები ცოტავდებით, ანუ სტატისტიკა, რეალობაა, რომ ესე ცოტავდებით. ესე თუ გაგრძელდა, საერთოდ უმცირესობაში ვიქნებით ქართველი ადამიანი. ეხლა ნახე. 2022 წელს 42319 დაიბადა და 49118 გარდაიცვალა. 2023 წელს 40214 დაიბადა, 42756 გარდაიცვალა. 2024 წელს 39483 დაიბადა და გარდაიცვალა 53971. ანუ ყველა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია შობადობაზე. ბუნებრივად მოსახლეობა მცირდება. ანუ წარმოიდგინე, მცირდებით მოსახლეობა. და ამ დროს ერთმანეთს ვართ ერთმანეთის მტრები. რა გინდა მეზობელი მტერი სხვა ქვეყანა. აქვე მტრები ვართ უკვე. უფრო დიდი მტრები ვართ ვიდრე ისინი, რავი, ერთმანეთის რა. ეგრე ისინი არ გლანძღავენ, როგორც ერთმანეთს ჩვენ ვლანძღავთ. და დღე უფრო ადამიანები შორდებიან, მიდიან ემიგრაციებში. ეგ ცალკე სტატისტიკაა კიდე. საქართველები ცოტავდებით. ინტერნეტი იქცა, რავი, პლატფორმად, სადაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარ ყველაზე ბინძურ და ბნელ ბუნებას წარმოაჩენს, იმ მოტივით, რომ ფული იშოვოს, მონეტიზირებული არხებით და სპონსორები მოიზიდოს. და რა ვიცი, აი არანაირი კულტურა და ზრდილობა, არანაირი ხო ხდები. პირიქით ზრდილობიანად რო ლაპარაკობ, უკვე მოსაწყენია. და რაღაც აი მშვიდად რო ლაპარაკობ, რაღაცა ვერ არის რა, კაი შოუ ვერ არის. ხდები? ძალიან რო არ გაგვიგძელდეს. მოდი ეს ვიდეო იყოს სათაურად ჩავი სარკე. დღევანდელი პოდკასტი ჩავწერეთ რეალობაზე რა. რეალობა არის ეგ. აი მაგალითად ეხა დღეს რო ლაპარაკობთ პარტიებზე და ვის როგორი გემოვნება აქვს პოლიტიკური და დაყოფილები რო ვართ ესე. რეალური პრობლემა არის ქართველები ცოტავდებით. მორჩა, მეტი პრობლემა რა გინდა? ამაზე მეტი პრობლემა რა. გარდაცვლილი უფრო მეტია ვიდრე დაბადებული. მეტი პრობლემა ამაზე მეტი რა. მაგითო გინდა მრავალშვილიანობა? რა თქმა უნდა, მე მაგარი მომხრე ვარ, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ძალიან ბევრი ვიყოთ საქართველოში და არა ძაღლები არ ვყავდეს მარტო. ძაღლებიც ვყავდეს და კატებიც ვყავდეს, მაგრამ ეგოისტური ცხოვრებით არ ვიცხოვროთ რა. მინიმალისტური ცხოვრების გამო, აი ეს პოპულარული რო გახდა, უკვე აღარ უნდა გათხოვება, არ ქორწინება, არაფერი. მარტო ცხოვრება, კარიერა და ძაღლი. მაგ თემებზე ვისაუბროთ, სხვა რომელიმე თემა ავირჩიოთ, რაც მაგ თემას ეხება და ამ თემაში, განვიხილეთ ის, რომ რაც არის ყველაზე ინტერნეტის და სოციალური ქსელების ძალიან ბნელი მხარე დღევანდელ ძალიან ბევრი ბნელი მხარე არის, მაგრამ ჩვენ ცოტა თითქოს ზედაპირულად განვიხილეთ. ხალხს ვაჩვენოთ, ვახსენოთ ის, რომ აი უფრო მეტი სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვიდრე ესე ერთმანეთს მდერივით რო უყურებთ. ანუ დღევანდელი ჩვენი საუბრის მორალი ის არის, რომ მაგალითად დღევანდელი ის მტრობა, რაც ქართველებში გვაქვს, მაგაზე უფრო დიდი პრობლემა და უფრო დიდი
ძალიან დიდი პრობლემა რა ის არის რომ ერთი წლის მერე ვაფშე შეიძლება აღარ ვიღოთ. ქართველები საერთოდ აღარ ვიყოთ. კაი, მოვრჩეთ დღეს მე მგონი, ხო? მოვრჩეთ. საკმარისია, ძალიან ისეთ თემებს შევეხეთ რა, სერიოზულ თემებს ძალიან ჩაუღრმავდით, გაიგე? რომელიც ინტერნეტში აორას ჩვენს გადავარჩენთ თითქოს. იცი რა არის? ესეთი სერიოზული კონტენტი არ იყიდება. ბევრი კონტენტია ძალიან ღირებული რა, მაგრამ უმეტესობა ეხა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ არის ტრეში. ამას ამ პარტალუნად კი არ ვამბობ. რეალობაა რა, პირველ რიგში რითი ვსაზღვრავ, ვიცი, გინებით რა. როცა აი გინება ადამიანი, იმენა არის აზიზი. ნუ არ ვიცოდი საქართველოს ამდენ დრო იგინება. მართლა შენ არ უყურებ ეხლა YouTube-ს საერთოდ არ უყურებ და მე ვიცი უყურებ YouTube-იც არხი მაქვს რა, არ უყურებ. მაგრამ შენ უყურებ რაღაცა მიზნობრივად ძალიან და მე ბევრ ამას უყურებ რომ მაინტერესებს რა ხდება აი საიტმინის დინამიკა. ეხლა ბუნდოვნად გხედავ ის. ხინგალს. ხინკალი რა. გოგო ხინკალზე ცალკე კონტენტი შეგვიძლია უბრალოდ რა ისეთი მაგარი რამეა აი მოდი ხინკალზე ცალკე პოდკასტი ჩავწერო. მოდი ხინგალზეც პარემბი ლაბარაკოთ. აი ქართული საჭმელებზე ცალკე ის ჩავწეროთ რაოდეს. პურის და ცომოლის თავი ვერ დავანებე იმისთვის რომ ხინგალი არსებობს. ხინკალი რო არსებობს. აგეთის სიგეთი გააგეთეს ხინკალი ქართველებმა. და ხაჭაპური რო არსებობს. მაგითო ვერ ვანებებ, თორე შაქრის თავი რამდენი ხანია დანებებული მაქვს. შაქარს და ტკბილს დავანებეთ თავი 5 თვეა, მაგრამ აი ხაჭაპურს და ხინკალსო თავი დაანებო საქართველოში. მე მგონი დანაშაულია. დამცირება. აი საკუთარი თავის ტანჯვაა რა, ანუ რა პონჩი დო სპარტანელი ხო არა ხარ? მე ჩემი სიტყვა როგორ დამახსოვრებული კაკი მე სულ მაგას რო იცახი. მოკლედ. ეხლა თითქოს გვიანერი ხინკალისთვის არა? არა, გვიან ხინკლისთვის არასდროს არა. აბა ნახვამდის ჩემო ძირფასო. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, ყოველთვის სასიამოვნოა და ეხლა უკვე ჩვენს ესე იგი არქივს შეემატა კიდევ ერთი პოდკასტი. აბა წარმატებ. აბა ჰეი, adios amigas.